მამა ჩემი მყავს ახალი გარდაცვლილი და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ არ ვიცი მე ისე რომ და ის პერიოდი იყო, რომ შვილი მყავდა ჯარში, მეუღლეც ორჯერ მასში მოხვდა საავადმყოფოში და რაღაცნაირად ისე ვიყავი დამძიმებული მქონდა გული და მე-6 სკოლის კანცელარიაში ვზივარ, არავინ არ არის და შემოვიდა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი და ამას უყვებით ამრიკო იყო ერთი არაჩვეულებრივი პიროვნება გურაშვილი და უყვები ამას თან მტირი ვარ. და მითხრა რომ წამოდიო მე შენ ეხა წაგიყვანო მამა ზურასთანო გოგებაშვილის ქუჩაზე არის ერთი დიდი ტაძარი და ის საერთოდ არაფერი ეკლესიაში ქრისტიანიცა ვარ და წამს ყველაფერი ვარ ეკლესიური არა ვარ არაფერი წესები არ ვიცი და მე ვთხარი თამრიკო როგორ იქნება არა უშავსო წამოდიო და ყველაფერს გასწავლე აიყვე სხვადასხვა ამ მამაზურამ ისე კარგად დამიყვავა, მომისმინა, მომეფერა რაღაცნაირად ისე რომ მე უკვე მე მოთხოვნილებად გადამექცა ყოველ შაბათ კვირას დავდიოდი წირვას ვესწრებოდი. და რა თქმა უნდა ამასაც ხდებოდი და რამოდენიმე ესა ხნის შემდეგ მითხრა რომ შენო შემიძლიაო მე უკვე რომ კვირას მე შენო ზიარება მოგცეო და ამისთვისო საჭიროა 3 დღე უნდა იარო დიზადო და უნდა მოусმინო წირვას. რა თქმა უნდა ხეს 2 დღე კი ვიარე, მაგრამ ბოლო დღეა, შაბათი დღეა, სამსახურიდან გამოვედი, მე ჩუღურეთში მუშაობდი და იქ სადღაც გოგებაშვილზე ვეღარ მოვასწრებდი უბრალოდ ასვლას და რომ გამოვიარე წმინდა ნინოს ეკლესია იმ ჩვენ მუსიკალური ქუჩაზე და იქ არის წირვა, მიმდინარეობს მამა რევაზი ქადაგებს და არის მე თქვი რა მნიშვნელობა გავდგები და შევალაგ და მოვუსმენ ამას რო შევედი ქვეყნის ხალხი და უკან დგას ერთი მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი ხო და ესა დგას ერთი ახალგაზრდა კაცი და რო შევედი გამიცინა ამ კაცმა კი არ დაუკვირდი მივებსვენი ამ კაცს გადამეხვია და გადავკოცნე რომ ვაკოცე კი ვაკოცე მაგრამ უკან რო წამოვედი მივხვდი რომ არ უნდა მეკოცნა არ ვიცნობ ამ კაცს რა ვქნა ეხლა რა ხო უნდა გამოვიყვანო ახლა ჩემი თავი რომ ასე მუხელმდგომარეობაში ვარ რა უნდა გამოვყვები ლაპარაკში და იქნება ვიღაცა დამისახელოს და რაღაცა და გამახსენდეს რომ ვინ არის როგორ ოჯახში როგორ ახართ მე ვთქვა მადლობთ კარგად მოკლედ არის შვები მე თვითონ მკითხავთ მეც მადლობთ არამიშა და კარგი წამოვედი დგევარ და ვისახსოვს ან წირვა და ან რამე არაფერი ამიტრიალდა თავში კაცო ვინ იყო ეს რო ებძგვენი ამ კაცს და გადავეხვიე და გადავკოცნე არა ვერაფრით ვერ მოვედი აწზე და უკვე დამთავრდა წირვა და სადაც მასყიდიან სანთლებს იმათმა ხო იციან ესენი საერთოდ დავიზიმრებლი და ამ ხალხს ვეკითხები გადიოდა ეს აი ეს კაცი რო გადისო ეხლა მაშინ ხო არის მაგო ქუთაისელი კაციაო აქო ჩვენი მრევლიაო ხშირად დადისო და სხვადასხვა მაგაცმაც ეკითხა ვინ არის ეს ისახში ყვები ახლა ამაზე ძუკუ უბედური ჩემი ბიძაშვილი ძუკუმ და ჩემაქმარმა აიტაძე ქალო მითხრა ჩემაქმარ არ დაგინახო ეკლესიაში ვის კოცნი იქიდან წმინდანი უნდა გამოხდა ვის კოცნი და ვის ეხვევიან